Христианском. Ილოცავ ყველას ჩვენი უფლის მაცხოვრის იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს, რომლის ასე ბურუსშიც ვიმყოფებით ჯერ კიდევ, რადგან აღდგომის საიდუმლო იმდენად დიდია, იმდენად ყოვლის მომცველია, რომ ის ყოველ ღვთისმსახურებაში, ყოველ ლიტურგიაში, ასე ვთქვათ, თანა არსებობს და ჩვენ ის გვაცილებს თან ჩვენს ასე ვთქვათ ლიტურგიულ და ასევე პირადი ცხოვრების გზაზე. დღევანდელი დღე, დღევანდელი სახარება არის ძალიან განსაკუთრებული. ასევე დღევანდელი წმინდანები, რომლებიც ჩვენ აქ ამომიკითხეთ საეკლესიო კალენდარში, წმინდა ეპიფანე კვიპრელი, კვიპროსის ეპისკოპოსი და ასევე წმინდა გერმანე კონსტანტინოპოლელი, პატრიარქი. ორივე საინტერესო პიროვნებები იყვნენ და ისინი დღევანდელ სახარებას სარაპირდაპირ ასევე ეხმიანებიან. დღევანდელი სახარების შინაარსი ძალიან ასე ვთქვათ დიდია და ძნელია ამ შინაარსის გადმოცემა. ყველაფრის დეტალურად აღწერა, თქვენ მოისმინეთ თავად საკითხავის ძველი დიდი გამოვიდა, რადგან ეს არის იოანეს სახარების მეცხრე თავი, სადაც მოთხრობილი არის ბრმის შობიდან ღრმა ადამიანის განკურნების შესახებ. ეს დიალოგი, რომელიც იქ არის საინტერესო. თავად იესო ვიდრე ის განკურნავს ამ ღრმას, საუბრობს იმის შესახებ, რომ მოციქულებს ეუბნება, რომ ის არის თავად ნათელი სოფლისა. და მოციქულები ეკითხებიან მას, თუ სად არის პრობლემა. ანუ ისინი მორალური პერსპექტივიდან მსჯელობენ და აზროვნებენ და ეკითხებიან, ვინ ცოდა, ვინ არის დამნაშავე. თავად ის თუ მისი მშობლები, რომელსაც ის შობეს. და იესოს არ სურს წარსულში დაბრუნება და მას არ სურს ასე წარსულის საქმეებზე საუბარი. ეს ჩვენთვის საინტერესო, მას არ სურს ასევე ჩვენი წარსულის გამოძიება. გამოგეკვა ასე საჭირდება მაცხოვარს. წარსული ჩვენ უნდა დავივიწყოთ უფლის სინათლის შუქზე. და იესო ამ ასე ვთქვათ ცვლილებას ახდენს და მოციქულებს ხედვას უტრიალებს და ეუბნება მათ, რომ არა ის ეხლა საინტერესო აქ არის პრობლემა თუ მანცოდა, ამ წარსულზე ვისაუბროთ, არამედ რომ გამოცხადდეს ღვთის ჭეშმარიტება, ღვთის სიტყვა თავად, ღვთის სამართლიანობა. ანუ ის აბრუნებს ასე ვთქვათ ამ წარსულიდან თავის მოციქულებს მათ მორალურ რაღაც ინტერესებს დღევანდელობაში და არა მორალში და არა ასე ვთქვათ რაღაც ვინ რას ცოდა, არამედ ის ასე ვთქვათ ღმერთს აჩვენებს მოციქულებს, ეუბნებათ, რომ აი სწორედაც რომ უნდა გამოცხადდეს ღვთის ამ ღმერთი შემოყავს ასე ვთქვათ მას დიალოგში. ეს არის საინტერესო. შემდეგ მიუბრუნდება იქვე ამ მას და ეუბნება, რომ შემდეგ ასე ვთქვათ განახორციელოს ის, რასაც მაცხოვარი მას ეტყვის და მას თავები აეხილება. აღწერილი არის დეტალურად, ამას არ გავიმეორებ. ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის ის, რომ ასე ვთქვათ პიროვნება, რომელიც მისი დგას, მას თითქოს არ იცნობს, თუმცა დიალოგი მოისმინა მაცხოვრის და მოციქულების ამ შობიდან ღრმამ. ჩემთვის პირადად ძნელად წარმოსადგენია, თუ რას ნიშნავს დაბადებიდან დღემდე, იგივე თქვენგანში, რომ ფერებს ვერ ხედავ, სინათლეს ვერ ხედავ, ადამიანებს ვერ განიცდით, ვერ ვზნობ. ვზნობ რა თქმა უნდა, მაგრამ მხედველობას იმუშავება აქვს. ერთი წამით დავფიქრეთ ამის შესახებ, თუ რას ნიშნავს ეს, რომ არ გაქვს ხორციელებას და მხედველობა თვალის. მტკივნეული მომენტია, ხო შეიძლება არ გესმის ამას შეიძლება მიდის, ხო რომელიც უფრო უკეთესია, ვერ საუბრობდი, არ გესმოდეს, თუ ვერ ხედავდი. მხედველობა ალბათ ყველაზე ასე ვთქვათ რთული რაღაც მომენტი არის. მაგრამ მაცხოვარს აქ მსჯელობა და მხედველობა აქვს არა ხორციელ, ასე ვთქვათ თვალზე, არამედ იმ თვალზე და იმ მხედველობაზე, რომელსაც ეწოდება რწმენა. შეიძლება პიროვნება ფიზიკურად იყოს ღრმა, მაგრამ ის ასე ვთქვათ წმინდანი გახდეს და ასევე შემოქმედის იყოს, თუნდაც ღვთისმეტყველო თვალსაზრისი. ჩვენ ვიცით მეოთხე საუკუნეში არსებობდა ასეთი დიდი საეკლესიო მოღვაწე დიდიმუს ერბლინგდენ, დიდიმი ბრმა, მაგრამ მან მიაღწია სულიერების და ასე ვთქვათ თეოლოგიის უმაღლეს მწვერვალებს. ანუ მას არ შეუშალა ხელი ფიზიკურ ასე ვთქვათ თვალის პრობლემამ, რადგან მას ჰქონდა სულიერი თვალი. და იესო ქრისტე აქ ჩვენ გვაჩვენებს, რომ შემდეგ ფარისევლებს და ებრაელებს ეუბნება, რომ არა ის რომ ხორციელი თვალი არ აქვს ადამიანს, ეს არის პრობლემა, არამედ სულიერი თვალი თუ არ გაქვს, ეს არის პრობლემა და სულიერ თვალში ისურს რწმენას. წარმოიდგინეთ ჩვენი თვალი, ჩვენ გვაქვს ორი თვალი. ერთი არის ხორციელი თვალი, რომელსაც ვხედავთ, და მეორე სულიერი თვალი. ამ სულიერ თვალს მაცხოვარი უძლებს რწმენას, რადგან ბოლოს ეკითხება ის ამ მას, რომ გწამს თუ არა.
იესო ქრისტე როგორც ღმერთი. და ისე უბრალოდ კინწამს უფალო და თაყვანს უფალს. ანუ აქ ჩვენ ასევე ლიტურგიულ მომენტს ხედავთ. დაიჭირებს ისე დეტალებს აკეთებს მის წინაშე, სადაც მსახურება ემსახურება უკვე მას, მაგრამ ეს აღიარება, ეს რწმენა ამავდროულად დაკავშირებული არის ჯვართან. დაკავშირებული არის ტკივილთან, რადგან ამ პიროვნებას ამშვენებიდან მას, ასე ვთქვათ, ეს უჯდება სინაგოგაში საკრებულოდან განდევნის ფასად. რადგან ის ფარისევლები და ის, ასე ვთქვათ, რომც იქ იყვნენ, აღარ დებულობენ ამ იუდეელს თავად განდევნიან. რადგან ის ქრისტეს მაღიარებელი გახდა. ეს ჩვენ ასე გვეუბნება, რომ ჩვენს მოცემულ სიტუაციაში შეიძლება ჭეშმარიტებას ვამოწმებთ და ამან გამოიწვიოს პრობლემების წარმოშობა და შეიძლება კარიერის, სამსახურის, ან თუნდაც მეგობრის, ასე ვთქვათ, დამშრობლობის ფასადაც შეიძლება გაგიხდეს ეს. მაგრამ ეს უნდა გაკეთდეს, რომ ჭეშმარიტება მიზეინდეს. ამიტომ ერთ-ერთი თანამედროვე თეოლოგი ჭეშმარიტებას იესო ქრისტეს უწოდებს ნატანჯ ჭეშმარიტებას. დურხლითენე ვარ ამ ნატანჯ ჭეშმარიტება არის ასევე იესო ქრისტე, რადგან ჯვარი სწორედ ეს არის. ამავდროულად ამ ბრმაში ჩვენ უნდა დავინახოთ ზოგადად კაცობრიობა, ხო? რადგან კაცობრიობის ასე ვთქვათ, ბედი ის იყო, რომ ის სიბნელის შვილი აღმოჩნდა, ვიდრე იესო ქრისტე მოვიდოდა. იესოსთან შეხვედრა ბადებს უკვე სინათლეს. და ეს ხდება ყველაფერი აღდგომის პერიოდში, ეკლესია შეგვახსენებს ამას იმის გამო, რომ ის ხალხი, ვინც უადრეს წარსულში, ასე ვთქვათ, ეკლესიაში აღდგომას ინათლებოდნენ, აღდგომის შემდგომ პერიოდში მათ ეძლეოდათ ასევე განათლების სკოლა იყო ეს კატეხიზაცია, კიდევ გრძელდებოდა და ამ ასე ვთქვათ სასწაულში ჩვენ ასევე უნდა დავინახოთ ამ ხალხის ასე ვთქვათ ქრისტესთან მიბრუნება და განათლება. ნებისმიერი ჩვენგანი ვიგულისხმებით მასში, ხო? ნებისმიერი ჩვენგანი ჩვენ უნდა დაუკვირდეთ, რას აკეთებს ეს ბრმა. როცა თვალი აეხილება, კონფრონტაციაში შედის უკვე ამ ხალხთან, როგორც ვახსენეთ, და ეს კონფრონტაცია, ეს ასე ვთქვათ, დიალოგი უკვე თვითგამორკვევას იწვევს თავად ამ ბრმად ყოფილში. თავიდან ამბობს, რომ ეს არ ვიცი ვინ არის და სად არის ეს იესო ქრისტე. მერე მეორე რომ ეკითხებენ, ამბობს, რომ ეს არის წინასწარმეტყველი. ამით ფიქრობდა, რომ დამანებებენ თავს ეს ფარისევლები, იუდეველები, მაგრამ არა, მესამედ კიდე ეკითხებიან, თუ ვინ არის ის, ვინც აგიხილათ ვარ. და ეს ეუბნება, თქვენ წინდათ, რომ ისი მოწაფეები გახდეთ. ეს იმდენად უკვე არალოგიკურია ამ პიროვნებიდან, რადგან თუ მან არის ის ვინ არის იესო, მაშინ როგორ შეიძლება, ხო? ამიტომ მან იცის ზუსტად, რადგან მან დიალოგს მოусმინა მანამდე და მათ ეუბნებათ, რომ აი თქვენს თუ გინდათ რომ გახდეთ მისი მოწაფეები, შეუდექით მას. ანუ ღვთისმეტყველი ხდება, მისიონარი ხდება ფაქტობრივად. წარმოიდგინეთ, ბრმა ადამიანი ხდება მისიონარი, ის იწყებს ქადაგებას, ის იწყებს ხალხის მოქცევას. საინტერესოა. ნებისმიერი ჩვენგანი ვიგულისხმებთ მაშინ. თუ ჩვენ ნათლებული ვართ ქართულში, ზოგ ქართულში, ხო განათლება ეს ასევე არის ნათლობა, ხო? თვალის ახლა, სულიერი თვალის ახლა. ჩვენც მისიონარები უნდა ვიყოთ, რომ გავალთ აქედან ჩვენი შესაძლებლობის ხარჯებს, სადაც ამბობთ, არა ფანატიკური და ფუნდამენტალისტური მისიონარები, რომ იზოლებული გავხდეთ სხვა რელიგიის ხალხი, რომ ისინი ქრისტიანები გახდნენ და სხვა კონფესიის ქრისტიანები, რომ მართლმადიდებლები გახდნენ, ეს არ შეიძლება, რადგან თავისუფლება ყველაზე მთავარია ამ დროს, ღმერთს არ სწორს იძულებით ქმნილი არაფერი, არამედ თავისუფლებაში ხდება ცხოვნება. სხვა შემთხვევაში ის ადამიანს ეთქოდა, რომ არ ხდება სამართლში. მაგრამ არ გააკეთა ეს თვალი დამხვდა, ის გამო რომ თავის თავზე ხალხა შექმნილი, თავისუფალი ადამიანი. და იმ წუთში უკვე მან იცოდა, რომ ეს ღმერთი კაცი უნდა გახსარებოდა, როცა ადამიანი გააკეთა ეს შეცდომა. როცა თავისი თავში შექმნა, ამბობენ, რომ უკვე მან იცოდა, რომ ეს ტრანზიტუსი, ასე ღმერთი რომ კაცი გამხარება, უკვე მან იცოდა, როცა ის კიდე თავის მსგავს და ხაც ის დაეცემა, მაგრამ დიდი სიყვარულის გამო მაინც გააკეთა. ეს არის ის უცხება და ის რწმენა, რაც ჩვენ გვაქვს. მეორე დღევანდელი წმინდანები, წმინდა ეპიფანე კვიპრელი იყო მეოთხე საუკუნის დიდი საეკლესიო მოღვაწე, რომელსაც ეკუთვნის ფანარიოს ასეთი პერსონაჟია ამ წიგნს, ქართულად ალბათ ის ითარგმნება როგორც რაღაც სამედიცინო, სამკურნალო საშუალებები, რაღაც ეს წამლების კრებული ან რაღაც ასე. და მას აღწერილი აქვს 80 მწვალებლობა, 80 ერესი, რომლებიც სასკათ ადამიანის გადარჩენაში ხელს უშლის პიროვნებას, ცხონებაში. ახლა საინტერესო გირჩევთ, ნახოთ ეს არის ქართულად, ზოგადად არის ვიცი, თანამედროვე ქართულად არ არის, თუ ინგლისურს ან გერმანულს მიგიტყობს. გაეცანით თუ ასე ვთქვათ, რა არის ნაფიქრი ღმერთზე, ქრისტეზე და რა არის არასწორად ნაფიქრი. და 84 თავის შემდეგ ის რწმენის დეფინიციას ახდენს, ანუ ერთი წმინდა კათოლიკე და სამოსახლო ეკლესიის რწმენის ახსნა განმარტებას გვაძლევს. ამის გაცნობა საინტერესოა. 91 უკვე ეს არის თავად ეკლესია ამბობს.
ჭეშმარიტი და ასე შემდეგ. და მეორე წმინდანი არის გერმანე კონსტანტინოპოლელი, რომელიც ასევე ძალიან ცნობილია ლიტურგიის ღვთისმსახურების ახსნა განმარტების საქმეში, რომელმაც სასწრაფოდ ყველა ის მოქმედება, რომელსაც საღვთო ლიტურგიაზე ჩვენ აქ ავასრულებთ, სასულიერო პირები, ამის სასწრაფოდ სიმბოლური, ალეგორია, ამ შინაარსობრივი საღვთისმეტყველო ახსნა განმარტება დაგვიდოვა. ასევე ძალიან სასურველი იქნება თუ ამას გაეცნოთ. ეს არის ქართულად ასევე თანამედროვე ქართულად და თუ ნახავთ გერმანე კონსტანტინოპოლის ამ ასეთ საღვთო ლიტურგიის განმარტებას ძალიან დაგეხმარებათ, რომ გაგიაზრდეთ აქ მსახურებაში თანამონაწილეობა, როდესაც ბელი მოგვიდებს სახარების კითხვა, რასაშან სამოციქულოს კითხვა, რომელი ქერუბიმ და მოძრაობა წმინდა სახარებით შესვლა საქართველოში და ასე შემდეგ, ამ ყველა იგივე სასასწრაფო საქმეების კრება და ასე შემდეგ. ამ ყველაფერს ძალიან კარგი ახსნა განმარტება აქვს ეს დაგვეხმარება ჩვენ ასე ამ სამსახურო და საქმესმეტყველო განათლების ზარალში. დავიხარეთ გაძლიერებით. იყავით დასმულები იმაში, რომ ის რწმენა, რომელიც გვაქვს, არის ნამდვილი და ჭეშმარიტი. ეს